ხბოს ჯანმრთელობა დამოკიდებულია პირველივე საათებიდან სწორ მოვლასა და კვებაზე. ახალშობილი ხბო ანატომიურად უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ იმუნური სისტემა ჯერ კიდევ დაუცველია. სწორედ ამიტომ გადამწყვეტია ხსენის დროული მიწოდება, დაბადებიდან არაუგვიანეს 3 საათისა. ხსენი შეიცავს იმუნოგლობულინებს, რომლებიც ახალშობილს იცავენ ინფექციებისგან. ხბოს ორგანიზმში მათი შეწოვა შესაძლებელია მხოლოდ 4-12 საათის განმავლობაში. 24-36 საათის შემდეგ კი ეს უნარი ქრება. ამიტომ გადაუდებელია, რომ ხბომ პირველივე საათებში მიიღოს დედის ხსენი საჭირო რაოდენობით. დაგვიანებული ან არასწორი კვება იწვევს დაავადებებს, ხშირ შემთხვევაში ფაღარაც და მოზარდის დასუსტებას. ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, ხსენის სიჭარბი არასდროს უნდა დაიკარგოს. შესაძლებელია მისი გაყინვა -18 გრადუს ცელსიუსამდე და შემდგომ გამოყენება, რადგან ის ინარჩუნებს კვებით და სამკურნალო თვისებებს. ხსენიდან მზადდება შრატი და ხაჭო, რომლებიც ასევე მდიდარია ანტისხეულებით და სწრაფად შეითვისება. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ხელოვნური ხსენი, რძე + თევზის ქონი + კვერცხი + მარილი. 3-4 თვემდე ხბოს ძირითადი საკვები რძეა, შემდეგ კი თანდათან გადადის სხვა საკვებზე. ამ პერიოდში ყალიბდება საჭმელის მომნელებელი სისტემა და იმუნიტეტი. ამიტომ აუცილებელია სანიტარული ნორმების დაცვა, სუფთა სადგომი და ხარისხიანი რძე. დასკვნა: ხსენის დროული და სწორი მიწოდება არის ხბოს ჯანმრთელობისა და მომავალი პროდუქტიულობის საწინდარი.